უნდა ებრძოლო უსამართლობას და უსამართლობა იქ სამწუხაროდ ბევრია, იმიტომ რომ მე ხა შეიძლება ძალიან თამამი ვარ ამ მარხვაში, მაგრამ მე ვიცი რომ უფალი მისმენს პირველ რიგში და მე ვიტყვი რომ მაშინ როდესაც იქიდან სწორედ ერთი გამოხმაურება არ არის აი ამ დაჩაგრულ თავიანთი შვილების, თავის სულიერი შვილები, რომლებიც ამ მდგომარეობაში ყავთ, დაპატიმრებულები, დასახიჩრებულები, გაუბედურებული, ერთი გამოხმაურება გინახავთ? საპატრიარქოსგან გინახავთ ერთი მე მათი არ მეშინია. იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე ღვთის მოშიშს და ღვთის მსახურებს ნამდვილს ვიცნობ. საბედნიეროდ არიან ესეთებიც, რომლებიც მართლაც ამასაც აპროტესტებენ, ხედავთ თქვენ ასეთ ადამიანებს, სამღვდელოებიდან გულისხმობ. ძალიან უდგას თითოეული მათგანი, მე მამაზაზას უყურებ ხოლმე, გაოგნებული ვარ, როგორ არაფერს არ უშინდება აბსოლუტურად და არაერთი მისი კოლეგა. ასე რომ საბედნიეროდ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმართლისთვის იბრძვიან და აი ამისთვის დგანან დღეს ხალხის წინაშე, ხალხთან ერთად უფრო სწორედ